თქვენ გაწუხებთ აკნე, ანუ სახეზე გამონაყარი, რომელიც გარკვეულ კავშირშია menstruალური ციკლის ფაზებთან, მაგალითად ის მწვავდება menstruაციის წინა პერიოდში ან menstruაციის დროს და menstruაციის შემდეგ ის მცირდება ან ქრება. შემდეგ ისევ მწვავდება menstruაციის დროს და ასე შემდეგ. თუ ამას ერთვის menstruაციის გადაცდენებიც, დიდი ვარაუდით თქვენ გაქვთ პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი. menstruაციის გადაცდენისა და აკნეს გარდა თქვენ შეიძლება გქონდეთ ჭარბი წონა, ანუ წონის მატებისკენ მიდრეკილება. შეიძლება გქონდეთ ჭარბთმიანობა, თუმცა არ არის აუცილებელი ყველა სიმპტომი გქონდეს, საკმარისია menstruაციის გადაცდენა და აკნე, თუმცა შეიძლება აკნეც არ გქონდეს, მაგრამ თუ გაქვს ერთი სიმპტომი menstruაციის გადაცდენა და მეორე ეკოსკოპიურად ხედავთ ჭარბი რაოდენობის ფოლიკულებს საკვერცხებში, ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ეს დიაგნოზი. პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი არ არის დაავადება. ეს არის მდგომარეობა, რომელიც აწუხებს ქალების დაახლოებით 30%-ს. ანუ დაახლოებით ყოველ მესამე ქალს აწუხებს. და ის არ იკურნება სრულად, თუმცა აუცილებელია მართვა იმისათვის, რომ menstruაცია იყოს რეგულარული. ამასთანავე კურნალობით, ანუ მართვით შესაძლებელია აკნეს გაქრობა, ჭარბთმიანობის შემცირება, წონის კლება, მაგრამ მოგეხსენებათ წონის კლება თავისით არ ხდება, თუ თვითონ ქალმა არ მოინდომა დანიშნულებასთან, მედიკამენტოზურ კურნალობასთან ერთად და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პრობლემა არის მოგვარებადი, თუმცა სჭირდება მართვა. და მიუხედავად იმისა, მას მოაგვარებ, მოაწესრიგებ, შემდეგ რაღაც პერიოდში შეიძლება გამწვავდეს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე მისგან განკურნება არ ხდება, ის თავისით ქრება ასაკის მატებასთან ერთად. და ერთი პლუსი აქვს მას ის, რომ მათ, ვისაც აქვს პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი, უმეტესად, მაგალითად 40 წლის ასაკში აქვს უფრო კარგი ფოლიკულური აპარატი, ვიდრე 40 წლის ასაკის ქალებს, რომელთაც პოლიკისტოზური საკვერცხები არ ქონიათ. რატომ? იმიტომ რომ მოგეხსენებათ ფოლიკულების რაოდენობა მცირდება ასაკთან ერთად, პოლიკისტოზური მულტიფოლიკულოზის დროსაც მცირდება და თუ ნორმალური რაოდენობიდან მცირეს ვიღებთ, ძალიან ბევრი რაოდენობიდან ვიღებთ ნორმას დაახლოებით 40 წლის ასაკისთვის და ამიტომაც ანუ ვისაც აქვს პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი, ხშირად ამბობენ, რომ აი ასაკის, სადღაც 40 წლის რო გავხდი, ან 38-ის, ან 53-ის, დამირეგულირდა menstruაცია. როგორ ვკურნალობთ პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხდება არა განკურნება მისგან, არამედ მართვა. შეიძლება შემეგითხოთ, რომ თუ არ იკურნება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რა აზრი აქვს მართვას? მართვას აქვს ის აზრი, რომ თუ არ მართე, თუ არ დაარეგულირე ის ჰორმონები, რომელიც არის არეული ორგანიზმში, ის ზრდის სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს. იქნება ეს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია,